საღამომშვიდობისა მეგობრებო, ყველას მოგესალმებით. დიდ პატარას, ბებერს თუ ახალგაზრდას. საქართველო გამარჯობა. მოდი, ერთი წუთი მე მინდა განახოთ აი ეს ბავშვი. მოდი, დედიკო რა, ჩაიხედეთ რა. ჩაიხედე იქ ხალხთან, ჩაიხედე. დაინახე აქ ხალხთან. ეს არის ნიკოლოზი. ნიკოლოზი რამდენი წლის ხარ? 8 წლის არის ნიკოლოზი. არა, შეხედე, ნახე. 8 წლის ნიკოლოზი მყავს. მოდი, მარიამ, შენ მიწწვდი რა. აი, ახლა აქედან მოდი, აქედან წააქციო, წააქციო. ეს არის მარიამ. რილი კი არ გადაანახო. ხო, ეს არის მარიამი და ჩემ პატარა ანგელოს კიდე ზინავს იქით. პატაწუნა რა ქვია? იოანა. რატო? დედიკო, შენი დაბადების დღე როდის არის? 6 მაისში. 6 კაცი გუყურებდა. ეხლა მარიამ, შენი დაბადების დღე როდის არის? არ ვიცი. რა ვიცი, დედიკო, როდის არის შენი დაბადების დღე? მაშინ მამიკო შემახსენებს. როდის არის მამიკო მარიამის დაბადების? 4 დეკემბერს. აჰა. რა იყო? ყველაფერი გწოდია და იოანეს დაბადების დღე როდის არის? ხო, კაი. მეგობრებო, მე მინდა იმ ხალხს გავცე პასუხი, ამით მინდა იმ ხალხს გავცე პასუხი. კომენტარში წავიკითხე, რომ ეს გოგო სატანის მსახურიაო რა და თუ სატანის მსახურები ესეთ ლამაზ შვილებს აჩენენ და ქრისტეზე საუბრობენ, მაშინ სატანა რაღაც აკეთებს, ეგ არის აკეთება. მარინო, შენას ფიქრობ. სატანა რას აკეთებს? რითი გამოირჩევა სატანა ქრისტიანებისგან მაშინ? არ ვიცი რა არის სატანა, არ ვიცი. მოდი მე მინდა გითხრათ ესეთი რამ რა. ჩვენ მართალია ძალიან გვინდა რომ ვიყოთ ქრისტიანები, ყველას. სრულიად საქართველოს საპატრიარქოს სამოციქულო ეკლესიაში მსახურთ ჩვენ ერისკაცებს, უცხოელ გაქართველებულ ადამიანებს, ჩემ გერმანელ, ნახევარად გერმანელ შვილებს, ნახევარად ქართველ შვილებს. გვინდა რომ ვიყოთ ქრისტიანები. თუმცა მეტნაკლებად გამოსდის ეს კაცობრიობას. ერთი წუთი დედიკო, ეხლა მადლობა რომ გამოჩნდი. ეხლა დაემშვიდო ბიჭო. ჩემს ვაყურებენ, თავისუფალი ხარ. ანუ თუ სატანის მსახური ეძებს ქრისტეს სიტყვაში ჭეშმარიტებას, ხო? ქრისტესი არ იყოს სატანა თუ თავის სახელმწიფოს აღუდგება წინო, სატანას აღუდგება წინ, ის სახელმწიფო დიდი ხანი აღარ იცოცხლებსო რა, ან დაიშლება მალეო რა და აი ეს მინდა გაგახსენოთ, რომ ქრისტესაც უწოდებდნენ ეშმაკის მსახურს და სატანის მოციქულს, სხვათა შორის. ქრისტესაც უწოდებდნენ ასე. გესმით? არ არის გასაკვირი, რომ ასე მიწოდოთ თქვენ მე. სრულიად არ არის გასაკვირი. მაგრამ საქმეების მიხედვით განისჯებითო ქრისტიანობს და მე მინდა ქრისტეს ამაღლებიდან დღემდე რა მომხდარა ქრისტეს სახელით, ამაზე ვისაუბრო დღეს. მართალია ერთ-ერთი, აუ დედიკო, კიდე ერთხონას გთხოვ რა. ჩემი ეგ მეორე მოგებული მომიტანე რა. მართალია, მჭირდება ვიდეოსთვის, უნდა განახოთ ვიდეო და ამიტომ მეგობრებო, მართალია დღეს ჩვენ ვუწოდებთ თავს ქრისტიანულ სახელმწიფოს და ქრისტიანებს, განსაკუთრებით ქრისტიანებს უწოდებენ თავის თავს კათოლიკებიც, ევანგელისტებიც, პროტესტანტებიც, მართლმადიდებლებიც, კიდევ ვინ არიან მარინოს შემახსენე, ლუთერანები იყვნენ, ახლა აღარ არიან. არ არიან? ლუთერანები აღარ არიან. სად არიან? მე არ გამიგია ესეთი რამე, მაგრამ ლუთერანული ეკლესია აგერ იყო, ასურეთში ცხოვრობდნენ შვაბები, ლუთერანები იყვნენ და
კიდე ვინ არიან? ხო და აი ახლა მე მინდა გითხრათ, რომ რუსულია მართალია, მაგრამ ახლა რაღაც შემთხვევაში კონცეპტიდან გამომდინარე მე არ მესმის რუსული, მაგრამ გავიგე რა თქვა ამ კაცმა. ნახეთ, ამბობს ესეთ რამეს რა. Мухаммед сказал, убивайте неверных. Иисус сказал, любите ваших врагов. Перед смертью Мухаммед сказал, да проклянет Аллах иудеев и христиан. И Иисус перед смертью сказал, Отче, прости их, ибо они не ведают, что творят. Мухаммед владел рабынями и насиловал их. Иисус почитал женщин и покрывал их. Мухаммед сказал, если женщину поймают в прелюбодеянии, ее следует забить камнями до смерти. Иисус сказал женщине, пойманной в прелюбодеянии, и я не осуждаю тебя, иди и больше не греши. Мухаммед повелевает мужчинам побивать своих жен. Иисус повелевает мужчинам любить своих жен. Ваш Мухаммед за 10 лет развязал 73 войны и набегов. Мой Иисус за 33 года, за всю свою земную жизнь не развязал ни одной войны. Мухаммед был военачальником, который убивал христиан, евреев и всех, кто попадался ему на пути. Христианство распространялось благодаря крови мучеников. Ислам распространялся благодаря крови его врагов. Христианство и ислам – это две разные религии. Христианство – религия мира, ислам – это религия войны. Мухаммед сказал, убивайте неверных. და აი აქედან გამომდინარე ჩვენ გვაინტერესებს ახლა აბსოლუტური სიმართლე ისაუბრეთ. ერთი წუთი დიკო ყველაფერი აქ ხმას გამოსცემს რა და მიშლის ხელს, კარგი? ერთი წუთით აქ მაგიდას ნუეხებით, თორე ეს ხმას გამოსცემს და იქ ძალიან ცუდად ისმის. მართალი სიმართლე ელაპარაკა ამ ადამიანმა ახლა ვინც ელაპარაკა, ეს არის მოქცეული, სავარაუდოდ მოქცეული სემიტი, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ დღეს ჩვენ ქრისტიანობას ქრისტეს სახელით აბსოლუტურად სხვანაირად, იმ საკითხს, რომელიც ჩამოთვალა ამ ბატონმა, ვასრულებთ, ჩვენ კი არა ჩვეულებრივი ერის ხალხი. ის საეკლესიო პირები, რომელი საკითხს ასრულებენ, რომელიც ახლა აი ამ ბატონმა ჩამოთვალა რა. არც ერთს. დღესაც კი და წარმოიდგინეთ, რომ მეოთხე საუკუნეში, როდესაც ალექსანდრიის ბიბლიოთეკა გადაწვეს ქრისტიანებმა ჭყალებში მოაქცევს ქრისტეს სახელით, ვინც ძალაუფლებაში მოვიდა. ანუ პირველიდან მეოთხე საუკუნემდე ნახეთ რამხელა დრო არის გასული. დედიკო, ერთი წუთით რა. 4 საუკუნეა, ხო? 3 საუკუნე ძირითადად გასულია, მაგრამ აქ რა მოხდა ახლა ნახეთ, ქრისტიანები, ნუ ეს ეგრეთ წოდებული ქრისტიანები მოდიან ქრისტეს სახელით, რელიგია უკვე შექმნილია ქრისტეს სახელით, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტე რელიგიას არ აარსებს, არანაირი რელიგიას აკავშირი არ აქვს ქრისტეს, რელიგიურ ხალხს ამხელს, რელიგიურ ხალხს ეუბნება, რომ თქვენი მამა არის მრუში და მკვლელი მოდგმა, რელიგიურ ხალხს ამხელს, რომ რა დროს შაბათია, როცა ვირი რო ჩავარდეს წყლიდან, იმას ამოიყვან და ხალხს არ ეხმარები, ხო? ნუ ძალიან ისეთი თემებია, რომ შეგვიძლია გავშალოთ ვრცლად, მაგრამ მოკლედ ვიტყვი რა, რომ არ გამიგრძელდეს ვიდეო გუშინ 3 საათი ვილაპარაკეთ თეოლოგთან და ასეთ საკითხებს ჩვენ ყოველ კვირა გავაკეთებთ, თეოლოგიურ საკითხებზე ვისაუბრებთ, აი ამ განვიხილავთ თეოლოგებთან და გავარჩევთ თემებს, რომელიც დღემდე გაუგებარია სამღვდელო პირებისთვის. მეოთხე საუკუნეში ხდება ასეთი რამ. ის ადამიანები, ვინც განსწავლულები იყვნენ და ერთი წუთით დედიკო რა. მე რა გითხარით? ხმაურია დედიკო და ვეღარ ვახდებ კონცენტრაციას რა. ვინც ესე იგი განსწავლულები იყვნენ, წერა-კითხვის მფლობელები, ან იცოდნენ წერა-კითხვა და ყველამ არ იცოდა იმ დროს წერა-კითხვა, დღეს რო არის დღევანდელის გადმოსახედიდან ესე არ უნდა აღვიქვათ, იქ რა ხდებოდა, ის უნდა გავიგოთ. წერა-კითხვას ფლობდნენ მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც ჰქონდა თანხები, ვინც იყო მაღალი რანგის წარმომადგენელი, როგორიც არის ფეოდალი, მდიდარი ვაჭარი, რაბის შვილი და რა ვიცი, 1000 გვარი თანამდებობა იყო მაღალი რანგის. ესენი ფლობდნენ წერა-კითხვის უნარს, დანარჩენები ვერა, მეგობრებო, მონები და მუშები ვერ. მოგესალმებ მეგობრებო. ამიტომ ვინც განსწავლული იყო და აი ამ სისულელეს აღუდგა წინ, რასაც ქვია
რელიგიად გადაქცევა ქრისტიანული სარწმუნოებისა, ყველა როგორც ჯადოქარი, ისე შერაცხეს, აქედან იყო, წარმოიდგინეთ, რომ 4 ქალი იყო და 1 კაცი იყო. 4 ადამიანიდან 1 კაცი იყო, ანუ 3 ქალი და 1 კაცი. ესენი ყველანი ჯადოქრებად შერაცხეს და დაწვეს ქრისტეს სახელით. არა მაქვს მე იმაზე საუბარი, რომ ქრისტეს სახელით შემდეგ უფრო მოგვიანებით აწარმოებენ ჯვაროსნულ ომებს და გარდა ამისა წითელკანიანებს მთლიანად ტომებს, რომლებსაც ჰქონდათ აწყობილი რელიეფის და აწყობილი მთლიანი კულტურები ჰქონდათ ჩამოყალიბებული და მათ შორის იმას რა ქვია მეურნეობა, მათ შორის შეხმატკბილებული იყვნენ ბუნებასთან, მათ არ სურდათ თქვათ ის ცივილიზაცია, რომელიც მერე ვითომ და ჩაიტანეს ამ ქრისტეს სახელით თეთრკანიანებმა. ყველანი გაწყვიტეს, ამოხოცეს, მთლიანად ამოხოცეს ეს ტომები ქრისტეს სახელით, მეგობრებო რა. აი ძალიან გთხოვთ, დაუკვირდით ქრისტეს სახელით, ძალიან ბევრი ცუდი რამ მოხდა. მე არ ვამბობ, რომ ქრისტე ცუდი იყო ამით რა. მე ვამბობ, რომ ქრისტეს სახელით ძალიან ცუდად გამოიყენა ანტიქრისტე. ყველაფერი ანტიქრისტე, როცა ქრისტე ამბობს, რომ მე რომ ვარ აქ, მაშინ არის ნათელი და რო წავალ დაიწყება უკუნის სიბნელე, ანტიქრისტე მაშინ გამეფდა. და თქვენ ნუ ელოდებით, როდისღაც გამეფებენ ახლა ვიღაცა ანტიქრისტეს. გამეფდა მაშინ ანტიქრისტე ქრისტეს სახელით, როდესაც ქრისტე ამაღლდა, რო წავიდა ქრისტე. ქრისტეს სახელით დაიწყეს სხვადასხვა რელიგიების ჩამოყალიბება, სხვადასხვა არა ადამიანური ქმედებები, როგორც არის ქალების ხოცვა, ქალებზე ზეწოლის გავლენა და ადამიანი ამბობს, დედიკო, ძალიან გავრიცხდები ეხლა რა. შეგიძლიათ თქვენს ოთახში წახვიდეთ? ქალებზე ქრისტე რას ამბობსო, რას ამბობს ეს კაცი რუსულად? მუჰამედი კიდე რას აკეთებსო? სცემსო ქალებსო, ხო? და კლავსო, ხო? რა განსხვავებაა დღევანდელ ქრისტიანობასა და მუჰამედის წარმომადგენლებს შორის? დღეს არ მითხრათ ეხლა, რომ ქალებს პატივსცემს სამოციქულო ეკლესია. პატივისცემა ის არ არის, რომ ცოლად მოყვანა შეუძლია და თავშალის გარეშე სიარული შეუძლია ქალს რა. პატივისცემა რასაც ნიშნავს, ეს არის სიტყვის თქმის უფლება, რაც ქრისტემ პირდაპირ მნიშვნელობით ქალი დააყენა თავის მოციქულებზე მაღლა და მაგდალინეს ჰქონდა იმის უფლება, რომ აი ამ მოციქულებზე უფრო მეტად ქრისტესთან ახლოს ყოფილიყო და იმ საკითხებზე ესაუბრა, რასაც ის მოციქულები ვერ იგებენ დღემდე. ვერ იგებდნენ და დღემდე ვერ იგებენ. ეხლა იმ ათონის მთასთან დაკავშირებით მე საერთოდ გამოვშტერდი რა ისტორია შეუთხზეს. თურმე მარიამი მოხვდა იქ ათონის მთაზე, იხილა ასეთი მშვენიერი ბუნება და ღმერთს სთხოვა, რომ ეს მიწა მე მომეციო და იმ მიწას დაისაკუთრნენ დღეს ვინები არ ვიცი, მაგათ ბერები, მონები ქვიათ, ანუ მე მაგათ ვერ ვაღიარებ ქრისტეს მსახურებად, იმიტომ რომ ქრისტეს მონობა არ უთხოვია ჩვენთვის, არც მონად შეწირვა არ უთხოვია ჩვენთვის და ეს ხალხი ადგა და შეეწირა იქ, ვინს შეეწირა და რას შეეწირა არ ვიცი, ჩაიცვეს კაბები კაცებმა და არ ვიცი მე იქ რას აკეთებენ იმ ათონის მთაზე და ქალს ფეხის დადგმის უფლება გაუკრძალეს, გესმით? როცა მარიამმა, ღვთისმშობელმა მარიამმა ითხოვა ეს მიწა თავისთვის, ეს ღვთისმშობელი მარიამი ქალი იყო, კაცო, კაცი კი არ იყო, თქვენ ხო არა, ალაოთ ხო არ ხართ ყველანი რა. და ვიღაცეები ამათ უწოდებენ წმინდა ბერებს, წმინდა კი არა, ტვინ გამორეცხილი, გამოლაყებული ვიღაცეები არიან, რომელიც ქრისტეს არ ემსახურებიან, არც მარიამს და არ ვიცით ვის ემსახურებიან რა. და თემას ნუ გადავუხოთ ახლა, მოდი ვთქვათ ქრისტეს სახელით კიდე რეები მოხდა, მარიამის სახელით რეები მოხდა, ეგ ხო, მაგრამ ქრისტეს სახელით კიდე რეები მოხდა რა.
მთლიანი ესე იგი ძალების გადმონაწილება, როდესაც ხდებოდა, ხა არ მითხრათ ვიღაცამ დამიწერა, ერთ-ერთმა დამიწერა, ვიღაცამ არა, ერთ-ერთმა დამიწერა, რომ თამა რომეო კათოლიკებს მართლმადიდებლებში არ ურევო. კათოლიკები და მართლმადიდებლები არაფერ შუაში არ არიან და არ გამოიყოფიან ერთმანეთთან, ჯვაროსნული ომები დავით აღმაშენებელმა წაწარმოა და თამარ მეფემაც. არ მითხრათ ეხლა რომ არაო რა. და ჯვაროსნულ ომებში ვინც მონაწილეობა მიიღო, ყველა იმას ეკუთვნის, მამონას და სატანას. ყველა მიიღო მონაწილეობა სატანურ ანტიქრისტიანულ მსვლელობაში. წვლილი ჩვენს მეფეებს, განსაკუთრებულად იმ წმინდა მეფეებს, რომელსაც დავით წმინდა უწოდეს და თამარ წმინდა უწოდეს, გესმით? ჯვაროსნულ ომებში ვინც მონაწილეობას იღებს, ის წმინდა ვერ იქნება ჯერ პირველ რიგში ეგ. მე ჩემი მეფეების წინააღმდეგ არაფერი არ მაქვს, მაგრამ მე ყველაფერს თავის სახელს ვარქმევ რა, მოდი ესე ვთქვა და სიდებილებს, რომელიც დღემდე ეკლესიაში არ განიხილება და არ გამოდის სინათლის შუქზე, მე გამომაქვს სინათლის შუქზე, იმიტომ რომ მაქვს იმის საკმარისი გონება, რომ განსაჯო ჩემით და ჩემი აზროვნებით განსაჯო რა არის, რა შეეფერება ქრისტეს და რა არ შეეფერება ქრისტიანულს რა. და არავინ არ მითხრას, რომ მე ვინმე ჩემზე უკეთესად აზროვნებს. არავის არ აღვამატებ ჩემს თავს და არც დაღვამატებ. ჩვენ ყველანი ვაზროვნებთ და ვინც როგორ შეგვიძლია იმას ვამბობთ და ვინც რას ვაზროვნებთ იმას ვამბობთ. ვინმე შემეწინააღმდეგოს და ვინმე კონკრეტული მაგალითი დამიდოს იმისა, სად ვსაუბრობ არასწორს რა. საწინააღმდეგო კონტრა მაგალითი დამიდოს მეთქი ვეგნები. საწინააღმდეგო ფაქტები მომიყვანოს, რომ აი აქცდები თამარ. მარტო ის რომ სატანის მსახური არ კმარა რა. ეგ არის ცილის წამება. თქვენ შეგიძლიათ მომიყვანოთ მაგალითები, სად ვცდები და სად ვემსახურები ანტიქრისტეს. და მე გიპასუხებთ მაგ საკითხზე, რომ თქვენ ცდებით და არა მე. არც ერთ საკითხში, დღემდე არც ერთ საკითხში, რომელიც მე გამიჟღერებია, ვერავინ ვერ შემეწინააღმდეგა. კონკრეტული მაგალითით ვერ შემეწინააღმდეგა. პირიქით მეცაც გეტყვით. დამეთანხმა და მანამდე რომ სხვა აზრის იყო, კითხვები გაუჩნდა ადამიანებს. ერთს კი არა, რამდენიმეს. და ეს იცით ვით თეოლოგებს ხალხო. განაჩვეულებრივ პირებს, რომელიც ერში არიან და ვერ აზროვნებენ, ისინიც აზროვნებენ ერშიც. ყველას შეგვიძლია აზროვნება, ადამიანებო, სკოლები გვაქვს დამთავრებული და უნივერსიტეტები, რას ქვია, არ შეგვიძლია აზროვნება. და თქვენ გინდათ მითხრათ, რომ მე სატანას ვემსახურები? მე თუ სატანას ვემსახურები, მაშინ ისინი ვის ემსახურებიან ჯვაროსნულ ომებს რო აწარმოებდნენ და დღემდე რო არ განუხილავთ ეს თემა. 48 წელი იყო ილია მეორე, ამ ქვეყნის პატრიარქი. ამ თემაზე უსაუბრია ოდესმე? ეს თემა განუხილავს ოდესმე? თეოლოგებისა და სასულიერო პირების მეტი მაგას რა ყავდა? ხო? შეეძლო დამჯდარიყო თუ დრო არ ქონდა? აი იმდენი საქმეები ქონდა, რომ დრო არ ქონდა ამაზე განსახილველი? მე ახლა მაგას რატო გადავეკიდე და რატომ აი თუ ახლა მე მიცნობ და ჩემს ვიდეოებს იცნობთ, არც ერთ პოლიტიკოს მე არ განვიკითხავ კი არა და არ ვადებ თიც, ჯერ ეგერთიც არც ილიას არ განვიკითხავ. მე ვამხელ და ვსაუბრობ იმ თემებზე, რაც ევალება ადამიანს და არ ასრულებს თავის მოვალეობას რა. არც ერთი პოლიტიკოსი არ მიმხელია ისე, როგორც მე გადავეკიდე, აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ილიას და თუ იცით რატომ გავაკეთე ეს რა. არც ერთ ჩვენს პოლიტიკოსს თავად პირს არ უთქვას, რომ მე ვარ ერის მამაო რა, არ მიუწეპებია ეს თავის ტიტულზე და არც ის უთქვას, რომ უწმინდესი და უნეტარესი ვარო და მაშ თუ ვინმე მიიწება ეს ტიტული, მაშ თუ ის უწმინდესი და უნეტარესი და ერის მამა მიიწება და ამ ტიტულს ატარებს, მაშინ მას მოვკითხავ, შენ თუ უწმინდეს და უნეტარეს უწოდებ შენ თავს, პირველ რიგში შენთან მოვალ, ამ თემების განსახილველად და ამ თემებზე შენ გთხოვ. შენ მოგკითხავ, კი არ განგიკითხავ, მოგკითხავ. შენ თუ უწოდებ შენ თავს ქრისტეზე მაღალ ტიტულში აყენებ შენ თავს, უწმინდესი და უნეტარესი ქრისტეს თავისთვის არ უწოდებია.
მაშინ მე ვის ივანიშვილს მოვკითხო ეს საკითხები? თუ ვის უნდა მოვკითხო? თუ იმას შიოს. ვისაც ქვია და ვინც დაირქვა თავის თავზე რომ მე ვარო ამის ვალდებულიო რომ ეს საკითხები განვიხილო, ეს არის ერის მამა წოდებული, უწმინდესი და უნეტარესად წოდებული. ბიჭო, მაგას რო ეგ ტიტული არ ქონოდა, მე მაგასთან არ მივიდოდი. მე მივიდოდი იმასთან, ვინც იქნებოდა ამ საკითხში კომპეტენტური. მაგალითად, მივიდოდი თეოლოგთან, რომელიც თავის თავს უწოდებს თეოლოგს. მიუხედავად ისე, რომ მაგ თეოლოგთანაც მივედი და მაგ თეოლოგმა არ იკადრე ჩემთან საუბარი. მაგას თეოლოგს ქრისტიანობას ვერ მოთხოვ, მაგრამ აი ვისაც ქრისტიანობას მოთხოვ, ეს არის უწმინდესად და უნეტარესად წოდებული ერის მამა. ამას შემიძლია მე მოვკითხო, მაგრამ ივანიშვილს რომ მე დაუდგე და ესე მოვკითხო ესეთი რაღაცები, მე დებილი და გიჟი და სულელი მაშინ დამიძახით რა. მე რომ ივანიშვილს, კობახიძეს, ან იმ პრეზიდენტს ვინც ყავს, მაგის სახელი და გვარი არც კი ვიცი, იმას რომ მოვკითხო ეს საკითხები, რომ რატო არ განიხილავთ მეთქი რა. პირველ რიგში ვისაც ევალება იმას მივადექი და იმას ვკითხავ. მე ეგ საკითხები მაინტერესებს პირველ რიგში, დანარჩენი ყველაფერი თავისით მოგვარდება. ამიტომ გადავეკიდე მე ილია მეორეს, რომელმაც თავის თავს უწოდა და არანაირი პრეტენზია არ გამოთქვა, რომ უწმინდეს და უნეტარეს უწოდებენ მას და თანაც ერის მამას. მე სხვა მიზანი მაგასთან კი არ გამაჩნია, ან რამე ქიშპობა, ან რამე აბსოლუტურად არანაირი. მე ვინც კომპეტენტური პირია, იმას უნდა მოვკითხო. და არა მის ქვეშევრდომს. ხო? მე გეკითხებით, აი, ვეკითხები ილია მეორეს აქედან. ის მართალია უკვე საყინულეში დევს, მაგრამ ხო აცხადება, რომ ცოცხალია, ხო და ვეკითხები. იმ ნახევრად გაყინულ ადამიანს, რომელიც ცოცხლად გამოგვიცხადეს, ვეკითხები. რატომ დღემდე არ განიხილეთ ის საკითხები, რომელ საკითხებზეც ჩვენ საუბრობთ. მაგალითად, როდესაც საქართველომ ჯვაროსნულ ომებში, როგორც მართლმადიდებელმა სახელმწიფომ, ქრისტიანულმა სახელმწიფომ, ჯვაროსნულ ომებში მიიღო მონაწილეობა. რა, თუ თქვენ გონიათ ის ისტორია, რაც მაშინ მოხდა, დღეს არ გვეკითხება? დასაბამიდან დღემდე რა გაგიკეთებიაო, ამას მოკითხაო, გეუბნება ქრისტე, როდესაც მეორედ მოვალო და დასაბამიდან დღემდე რა გვიკეთებია, მაგას რო გადავხედოთ არ გვინდა ქართველებს. ჩვენ მარტო იმას რო განვიხილავთ, რომ აქ არაბები შემოგვიყარეს, ისინი შემოყავთ, ესენი შემოყავთ, ჩვენ იცით რა უნდა ვიკითხოთ, რა დავაშავეთ ესეთი და საწაგვით და ფეხი, რომ აი ესეთ დღეში ჩავაგდეთ ჩვენი თავი რა. ეგ უნდა ვიკითხოთ და პირველ რიგში გეუბნებით, ჩვენი დავაშავეთ. და ჩვენი წაგვით და ფეხი, როცა ჩვენ წმინდანებად შევრაცხეთ ის ადამიანები, რომლებიც ქვეყანას მართავდნენ, მოეთხოვებოდათ მართლმადიდებლობა და მაინც კაცკლავდნენ და მაინც ჯვაროსნულ ომებში იღებდნენ მონაწილეობას. არა მხოლოდ კაცკლა, ჯვაროსნულ ომებს კი არ ეკუთვნის. კაცკლა იმას ნიშნავს, რომ შენ ომებს აწარმოებ. ვიღაცა მკითხავს, რომ აბა მაშინ დღემდე არ მოვიდოდაო საქართველო, რომ არ გვებრძოლაო. ბებია თქვენისამ, არ მოვიდოდა კი არა, შენ გონია რომ შენი ბრძოლით რამე გააკეთე და იმიტომ მოვიდა დღემდე საქართველო. ბებია თქვენისამ მართლა რა. ჩვენი ბრძოლით ვერაფერი ვერ გავაკეთეთ. ჩვენ დღემდე ღმერთმა მოგვიყვანა აქ როგორც ერი. შენ გგონია რომ ჩვენ რო არ გვებრძოლა, ჩვენ რო ქრისტეს სახელით გვეთქვა რომ იცი რა ძმანო, ჩვენ აქ ვდგავართ ჩვენს მიწაზე და თუ თქვენ მოინდომებთ ჩვენს მოკლას, როგორც ქრისტე შეეწირა, როგორც კრავი ისე შევეწირებით ჩვენ ამ საკითხს. აი მაშინ როგორ გაძლიერდებოდა საქართველო, მერე გენახათ თქვენ. არავინ არ წაგართმევდა ამ მიწას, არც ხელს დაგადებდა და არც ხმალს. მაგრამ როგორც კი შენ ქრისტეს სახელით და ღვთისმშობლის სახელით, როგორც თამარი დადიოდა იქ ხატით და ომში აგზავნიდა თავის ჯარს სასაკლაოზე. აი ესეთი შემცდარი ხალხი, რომ ჩვენ წმინდანად აღწერეთ და ვაღიარეთ, ვითომ წმინდანები იყვნენ, არ შეგშვენის რა. ამიტომ ღმერთმა მოგვცა იმის გონება, რომ ჩვენ მოვინანიოთ ის საკითხები, რაშიც შეცდომა დავუშვით. მე არ ვამბობ, რომ თამარ მეფე ცუდი ან დავით აღმაშენებელი ცუდი მეფე იყო. მათ ისე ესმოდათ, მაშინ როგორც ესმოდათ და მეტი ვერ ესმოდათ.
მაგრამ თუ კი დღეს ჩვენ მოგცა ღმერთმა იმის უნარი, რომ მეტი გვესმოდეს ვიდრე მაშინ, თუნდაც სასულიერო საკითხებში, ხომ? მაშინ უნდა გამოვასწოროთ ეს საკითხი. და პირდაპირ მნიშვნელობით გეუბნებით, სადაც თამარმა შეცდომა დაუშვა, იქ მიუთითებ მე თამარს. თუ თამარმა ამ საკითხებში მონაწილეობა არ მიიღო და ეს მისი ნების გარეშე მოხდა, ეგ სხვა საკითხია, მაშინ უნდა გამოვიძიოთ, ვინ იღებდა მაშინ იმ დროს გადაწყვეტილებებს. მაგრამ თუ თამარის სახელით მოხდა ეს ყველაფერი და თამარმა მართლაც თავისი მიუხედავად იმისა, რომ ქონდა სიტყვის ძალა და გამოიყენა ეს, იმიტომ რომ კაცკლა ეწარმოებინა თავისი მიწის, თავისი ხალხის, თავისი ენის სარწმუნო, მამულის სარწმუნოების დასაცავად, ეს არაქრისტიანულია. არავითარ შემთხვევაში ქრისტეს არ უთქვია, რომ დაიცავით თქვენი ენა, მამული სარწმუნოება, ან მიწა, ან რამე საკითხი, ან თქვენი სხეული და სხვა მოკალითო. პირდაპირ მნიშვნელობით ის მიდის ჯვარცმაზე, მიუხედავად იმისა, რომ მას კლავენ, იცის რომ მოკლავენ. და მხოლოდ კი არ მოკლავენ, იცის რომ მას ჯერ უსასტიკესად აწამებენ, უსასტიკეს ტკივილებს მიაყენებენ და მერე მოკლავენ, მაგრამ აინც მიდის ამ წამებაზე. და ჩვენ თუ ქრისტეს ვბაძავთ, არ მივბაძოთ ბოლომდე, რა გვინდა ახლა? გვინდა რომ ქრისტეზე უკეთესები ვიყოთ? და ქრისტეს შეუცვალოთ, გეგმები ვთქვათ? მაშინ უწოდე შენ თავს ქრისტიანი კი არა, თამარიანი. ქრისტიანი აღარ ხარ მაშინ შენ. შენ ხარ ის, ვინც შეგიცვალა ქრისტეს სიტყვა. მაგალითად, თამარმა შეცვალა ქრისტეს სიტყვა. თამარმა თქვა, რომ მე კაც ვკლავ, ქრისტემ არ კლა, მე ვკლავ. მაშინ იყავი თამარიანი და არა ქრისტიანი. კიდევაც დაიწერა ასეთი თხზულება. თამარიანი არ არის ცუდი თხზულება, შეგიძლიათ წაიკითხოთ, თამარის დიდება და ხოტბის შესხმა მიმდინარეობს იმ ლექსი არის, რაც არის, პოემა არის. ხო, მაგას ვიძახი, მეგობრებო, ჩვენ გვევალება დასაბამიდან დღემდე გამოვისწოროთ ჩვენი შეცდომები, რაც დავუშვით. იგივე სიდებილეზე და რქიანობაზე არ დავრჩეთ, რომ აი ჩვენ ვიყავით, რაც ვიყავით, ჩვენ ვართ ვინც ვარ, დავით იყო მაგარი, თამარი იყო მაგარი. ვერ იყო მაგარი ქრისტიანი. ის შეიძლება მაგარი იყოს, სახელმწიფოში ვერ წააგო, მაგრამ ვერ იყო კარგი ქრისტიანი. ქრისტეს ვერ მიბაძა ბოლომდე. კარგი მეფე იყო, მაგრამ ქრისტეს ვერ მიბაძა. არ არის წმინდანი ეგ. ქრისტეს ვერ მიბაძა. ვერ განიწმინდა. განწმენდა ის იქნებოდა, რომ თამარ მეფე დამდგარიყო ამ ჯარსა და იმ ჯარს შორის და ეთქვა, რომ თქვენ ნუიჩხუბებთ და მე შევეწირები ამ საკითხს და მე მაცვით ჯვარზე და ესე გადავწყვიტოთ. არც ერთი ხელს არ დაადებდა მაგას. მაგრამ არა, თამარი ირჩევს იმ გზას, რომ სხვები შეწიროს თავის ხუშტურებს. და თავის ხუშტურებიც არ არის სახელმწიფოსა და მიწის დაცვა. კარგი მეფე და მართალი ქრისტიანი მაშინ იქნებოდა თამარის და დავითის, რომ თვითონ დაედო თავისი თავი შესაწირად და არა 500,000 სხვა ლაშქრის სისხლი შეეწირა მას. მეთანხმებით თუ არ მეთანხმებით, ეს არ ვიცი მე თქვენთან როგორ არის, მაგრამ მე მომკითხავ სასულიერო პირებს, ვინც სულიერებაში ერკვევა და ვეკითხები იმ სასულიერო პირებს, რას ვსაუბრობ აქ შეცდომით? გეკითხებით სასულიერო პირებო, რამე ვთქვი აქ შეცდომით? თუნდაც თეოლოგებო, თქვენ გეკითხებით. მე თუ მასწავლის ღმერთი არა კაც კლა, მაშინ უნდა დავუჯერო მას თუ არ უნდა დავუჯერო მას? და თუ მაინც კაც კლავ, იქ არ მიწერია რომ არა კაც კლა მხოლოდ იმ შემთხვევაში რომ რამე წააგლიჯო, არამედ თავდაცვის მიზნითაც არა კაც კლა. თავდაცვის მიზნით შეგიძლია კაც კლა არ მიწერია მე იქ. მე მიწერია იქ არა კაც კლა. გიყვარდეს მოყვასე შენი ვითარცა თავი შენი და მით უმეტეს თუ ხედავდეს მოყვასი იმდენად დახამებული ამ მიწას და მე მართმევს რაღაცას და ძალიან უნდა იქ იცხოვრო სადაც მე ვცხოვრობ, მაშინ მე ასე დავაყენებ საკითხს. მიმართავ ქრისტეს და ვკითხავ რა გააკეთა მან, რა მაგალითი დამიდო. და თუ კი ქრისტე მიდევს იმ მაგალითს, რომ პეტრეს ყურსაც არ მოაჭრევინებს თავის წარმტაც ჯარის კაც, რომელმაც უნდა მიიყვანოს სასაკლაოზე, მაშინ მე რაღა დამრჩენია თუ არა, მივბაძო ქრისტეს თუ კი მე ქრისტიანი მქვია.
ერთი და იგივე შევტრიალებ ახლა, მაგრამ აუცილებელია რომ გაიგოთ ეს საკითხი ზუსტად ისე როგორც მე გადმოვცემ. მაგალითად მე ვეკითხები სასულიერო პირებს, სად დავუშვებ მე შეცდომას თუ კი ქრისტეს მივბაძავ? მე გეკითხებით, სად დავუშვებ მე შეცდომას თუ კი მე ქრისტეს მივბაძავ და ვიტყვი შენ ირანელო, თუ გინდა საქართველოს მიწა, მაშინ მე ჩავდგები შორის და შენ ჯერ ჩემს გვამზე გადაიარე და მერე დადექი ამ მიწაზე. მე არ ავიღებ ხმალს მის წინააღმდეგ. რაც არ უნდა მეფე მერქვას და არც ცუდი მეფე ვიქნები ამით. რამე თუ ქრისტეს მივბაძავ მე. ეხლა კიდე ვიღაცა მომდებს შარს რომ აი მეფობა უნდა. ისე გაიგეთ როგორც გესაუბრებით. მე რომც მერქვას მეფე არ მაქვს უფლება ხმალი ავიღო ცოცხალი ადამიანის წინააღმდეგ. რაც არ უნდა ბნელი იყოს ის და კაიაფა იყოს და ანა იყოს ის. არა მაქვს უფლება. რატო არა მაქვს უფლება? იმიტომ რომ მე ქრისტიანს ვუწოდებ ჩემ თავს. მაშინ გადავირქმევ ქრისტიანობას და დავირქმევ რაღაც სხვას. მაშინ მაქვს უფლება, ყველაფრის უფლება მაქვს მაშინ. თავისუფალ ნებას გვაძლევს ღმერთი ჩვენ. მაგრამ შენ თუ ქრისტიანს უწოდებ შენ თავს და მით უმეტეს ქრისტეს ჯვარით მიდიხარ ომში, შენ მიყავს ამდენი ხალხი სასაკლაოზე, შენი ხალხიც იღუპება და სხვისი ხალხიც, აი მითხარი მან სად არის ქრისტე? მითხარით, უბრალოდ მითხარით, მე ვწდები? არ მაქვს მე იმაზე პრეტენზია რომ აბა სხვანაირად სამშობლო როგორ უნდა დაეცვაო, მე მაგაზე არ მაქვს პრეტენზია რა. სამშობლოს დაცვა სხვადასხვა სახით შეიძლება. ხმლის აწევით არანაირი გამოსავალი არ არის. ხმლის აწევით აგერ ვხედავთ სად მოვედით. აგერ ვხედავთ როგორ გვართმევენ მიწას. ეს არ იყო გამოსავალი რომ ხმალი აგვეწია ჩვენ მტერზე. რამე თუ ქრისტესთვის მტერი არ არსებობს, ამიტომ დავირქვით შეიძლება მართლმადიდებლები რომ შეგურთ სხვა ქრისტიანები გვეწოდა თავის ჩვენი თავისთვის. ეკა წერს რა მაინტერესებს როცა ქრისტეს ძიებაში მეფე უამრავი ჩვილი დახოცა ეგ რა არის? მაგ საკითხებზე ეკა ჩვენ ვისაუბრეთ და ეგ ის არის რომ იახვე ღმერთის მკვლელური საქციელებია, როცა ერთი ადამიანისთვის სხვას წირავს. როცა მეფე კლავს ქრისტეს თვის ამ ჩვილებს და ღმერთი ამას უშვებს, ხო, ესე იგი ხო იცით რომ ღმერთის დაშვებით არაფერი არ ხდება. ესე იგი საკითხავი არის რომ ღმერთი სად არის ამ დროს. ხო, ეხლა ვიღაცა მეტყვის რომ სატანა არისო მაგ დროსო და ესე იგი სატანა ღმერთზე ძლიერია? ხო? მადლობა ჭიაბერ, მაგრამ მე ვცდილობ რომ მივახციო მაგას, კი, ვცდილობ. შენ ხარ სულით ქრისტე მეფეო და არ ვიცი, მივახცევთ ალბათ მაგდონესაც, იმიტომ რომ ქრისტე გვავალებს რომ ჩვენ გავხდეთ მისნაირები, კი. არ არის ეს გრეხი და არც ცოდვა რომ ქრისტესნაირობა გინდოდეს. არანაირი მკრეხელობა ეს არ არის. პირიქით ქრისტეს სიტყვას მიყვები ამ დროს როცა შენ ბაძავ ქრისტეს და არა ვიღაცა იახვეს ან კაიაფას. ცდები თამა როცა შემოგეჭრება და შვილებს გიხოცავს, აბა რა უნდა ქნა? თამარი იცავდა საკუთარ თამარ გამანებე თავი რა. თამარ გამანებე მართლა გეუბნები თავი რა. მე ავხსენი რას ნიშნავს ქრისტიანობა? ეგ სხვა საკითხია. მე თუ ვერ შეძლებ ქრისტიანობას, ამ შემთხვევაში თუ მე მტერი შემომივარდება და ჩემ შვილებს კლავს, მე მოვკლავ იმას მანამდე. მაშინ მე ქრისტიანი არ მქვია ოღონდ რა. მე მქვია თამარიანი. ხო თქვი? მე მაქვს აქ საკითხზე საუბარი, რას ნიშნავს ქრისტიანობა. თუ შენ ქრისტიანობას იჩემებ, მაშინ შენ ქრისტეს უნდა მიბაძო. ქრისტეს შვილებს უკლავდნენ და მის მოწაფეებს უკლავდნენ, ეგ იცოდა ქრისტემ. თავისი სიკვდილით ისინიც მოკვდებოდნენ. მაგრამ ხმალი არ აუღია თქო, მე მაგას ვამბობ. გესმის? ამიტომ მე ამას ვხსნი. კარგი?
გამიგეთ ის რასაც ვამბობ. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი შვილები დავიცვათ. თავისუფალი ნება მოგცა ღმერთმა. გვაქვს უფლება დავიცვათ ჩვენი შვილები და თუ ჩვენი თავიც დავიცვათ, მაგრამ როდესაც მე თავს ქრისტიანად ვთვლი, მაშინ მე უნდა შევეწირო როგორც აი უხმოდ რო ეწირება ხოლმე ცხვარი, თუ დაგინახავთ თქვენ ცხვარს კლავენ ხმას რო არ იღებს. ესე უხმოდ რო ეწირება ცხვარი, აი ის უნდა შემეძლოს რა. რაც არ უნდა ვიცოდე რომ შვილებსაც მომიკლავენ და მეც მომკლავენ და მთლიანად გაანადგურებენ ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც სახელმწიფოც აქ აშენებული იყო მანამდე. გესმით? ამიტომ ვამბობ რომ მე ქრისტიანი არ მქვია, თუ კი ხმალს ავიღებ ხელში, მაგრამ თუ კი შევეწირები ქრისტესნაირად, მაშინ მქვია ქრისტიანი. ზვიადი რომ შესწირა თავი, იმიტომ აღიარეს წმინდანად. პირიქით, ილიამ სატანა მოვიშორეთო. ანა, აი ხო, კი, მე გამიგია, მე არ ვიცი ახლა იქ ან პატარა ვიყავი ძალიან. მე გამიგია რომ ზვიადიმ არა იყო მტრის წინააღმდეგ ხელში მახვილი, ანუ იარაღი, მე გამიგია და როგორც ჩანს მართლაც შეეწირა როგორც აი უხმოდ. მე ისიც გავიგე რომ მან რო გაიგო რომ ამ ხალხს ხოცავდნენ მაგის გამო, ის გაერიდა ამ საკითხს და ეს ხალხი გადაარჩინა თავისი გარიდებით, მაგრამ სამწუხაროდ ამ გარიდებაში მე თვითონ მოკლეს. აქედან გამომდინარე ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ რომ ზვიადი იყო ქრისტიანი. ზვიადი იყო ქრისტიანი. აბსოლუტურად შეგვიძლია ვთქვათ რომ ის ქრისტიანულად დაიღუპა და აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია მას ვუწოდოთ წმინდანიც. მაგრამ ჩვენ ვერ ვუწოდებთ თამარ მეფეს წმინდანს და ვერ ვუწოდებთ დავით აღმაშენებელს წმინდანს, იმიტომ რომ ისინი კაცს კლავდნენ. ჩვენ შეგვიძლია მათ ვუწოდოთ მეფეები, რომლებიც ცდილობდნენ თავისი სახელმწიფოს გადარჩენას. ერთი იყო დავითიანი, მეორე იყო თამარიანი, მაგრამ ქრისტიანი არც ერთი არ ყოფილა. საქმეების მიხედვით. გესმით? ანუ ქრისტე გობრალ საქმეების მიხედვით განგჟითო და მეც ასე ვაკეთებ ახლა საქმეების მიხედვით ვხედავ ვინ არის. ხო და თამარ, ანუ შენ წინააღმდეგ კი არაფერი არა მაქვს, მე ვხვდები შენ რასაც ამბობ. რომ გინდა რომ აი თქვათ ახსნა მოუძებნო რა, თუ ვიღაცა გიჟი შემოდის და ჩემ შვილებს კლავს, ხო? ეხლა თქვენ რა გონიათ რომ ქრისტეს ვინც კლავდა ის გიჟი არ იყო? ქრისტე ვინც მოკლა, ის ძალაუფლება მოყვარული გიჟი იყო. მაგრამ ქრისტემ ეს არ იცოდა, ძალიან კარგად იცოდა და ხელი არ აიღო მასზე, არ იციან რას აიქმან. დიახ, მეც ეგრე მაინტერესებს ღვთის დამშვებით ხდება ყველაფერი, პასუხს ვერ ვპოულობო. ამ მსხვერპლშიო. იცი რა არის, აი ჩვენ ესეთი რაღაცა თავისუფალი ნება მოგცა ღმერთმა, გესმის? და ვცდილობთ რომ კარგი საქმეები ღმერთს მივაწეროთ, ცუდი საქმეები მივაწეროთ სატანას. ხო და საბოლოო ჯამში მაინც ვიძახით რომ ყველაფერი ღვთის დაშვებით ხდება. ესე იგი გამოდის რომ ღვთის დაშვებით თუ ხდება ეს ბოროტება, ესე იგი ღმერთშიც არის ბოროტება რაღაცა, ხო? ღმერთშიც ბოროტული არის რაღაც. ხო და ღმერთი თუ ყოვლად შემძლეა, მაშინ ბოროტებას არ უნდა უშვებდეს. ამ საკითხზე გქონდა ჩვენ ზუსტად საუბარი, ევა რომელმა ღმერთმა დასაჯა და დამსჯელი ღმერთი რომელია? რა, ღმერთმა არ იცის რომ ევა შეცდება? ევა თუ იცის რომ ქმნის და წინასწარ იცის რომ შეცდება, მაშინ რაღა უნდა? რაღაც სთხოვს ევას შექმნას ისეთი ევა, რომელიც არ შეცდება, ხო? თუ ღმერთის დაშვებით ხდება ის რომ ევა შეცდეს მაინც, მაშინ რაღაც სთხოვს ევას, ხო? აი, ძალიან აბსურდულ რაღაცებს მივადექით, რომელ კითხვებზეც პასუხი არ აქვს და მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ეს ჩვენი მსჯელობის შედეგად სახარებას კვლავ გადააკეთებენ, კვლავ წაშლიან ისტორიას, აი ამ საკითხებს გამოასწორებენ. ეხლა ჩვენ რაზეც დავსვით კითხვები, უფრო გაასალაშინებენ, იმას ამოაკლებენ, რაზეც უკვე აზროვნება დაიწყო ადამიანმა, დატოვებენ იმას, რასაც ჯერ ვერ რაზეც ჯერ არ გაგვჩენია კითხვები, მერე იმას შესთავაზებენ ახალ თაობას. რამდენჯერმე მოხდა ადამიანების რესტარტი
ანუ გადახარისხება. და აქედან გამომდინარე, ხა ჩვენ რასაც ვაკეთებთ, პრინციპში ისინი გვაკვირდებიან და ამ საკითხებს ყველაფერს ამუშავებენ. სამწუხაროდ ჩვენ ისევ და ისევ ქრისტეს როლში ვერ გებით რა, ქრისტეც რასაც საუბრობდა, მანგან არ იცოდა, რომ საბოლოო ჯამში ვერ გაიმარჯვებდა ამ დედამიწაზე. მაინც მოვიდოდა ის სიბნელე, რომელსაც ებრძოდა, მაგრამ რომლის განათებასაც ცდილობდა, მაგრამ მაინც აკეთებდა. საბოლოო ჯამში ხდება ისე, რომ ჩვენ ვეწირებით ამ საკითხს. ვეწირებით, იმიტომ რომ ერთი მხრივ ჩვენ ვერ გავჩერდებით, ხმას ვერ დავკუმავთ, იმიტომ რომ ჩვენ მივედით იმ გაცნობიერებამდე, რა გაცნობიერებამდეც ჩვენ მისულები ვართ დღეს და კითხვებს ვსვავთ. ეს კითხვები, რა თქმა უნდა, დამუშავდება, გადაკეთდება კვლავ ბიბლია, კვლავ გასცემენ ასეთ საკითხებს პასუხს, კვლავ გადაიწერება ბიბლია და კვლავ ჩვენ გაგვანადგურებენ ღმერთმა ნუქნას. ესეთი გეგმები იყო აქამდე, დღემდე ესე მოსულია ეს სახარება სხვათა შორის 150 წერილიდან დატოვეს მხოლოდ 4 მნიშვნელოვანი და ასე მეგობრებო, თანდათან ამოაკლებენ ყველაფერს, თანდათან გააუქმებენ ყველაფერს და თანდათან სხვადასხვა საკითხებს ჩაამატებენ. სხვანაირ ღმერთებს წარმოგვიდგენენ და სხვანაირ იესო ქრისტეს. აი ეს არის ანი და ჰოე, მეგობრებო, ეს ყოველთვის ხდებოდა. ერთადერთი იმედი, რომელიც შეიძლება აღარ მოხდეს ასეთი საკითხი არის ის, რომ ჩვენ უკვე მივხვდით ამ ყველაფერს, რასაც აკეთებდნენ. ანუ ჩვენ ვამხილეთ უკვე და ბოროტს როცა ამხელ და რაშიც ამხელ, ის უკვე სუსტ ძალას კარგავს და სუსტდება. ანუ ვეღარაფერს ვეღარ ცვლის. ადამიანის განვითარებასთან ერთად ვითარდება და იხვეწება რელიგიაც. ახალი აღთქმა კიდევ შეიცვლება ალბათ და დაემატება ახალი აღთქმა კი. ღმერთში ბოროტება არ არის, ადამიანი ირჩევს თავად ბოროტებას და მრავალი ვერ გეთანხმები უკვე ნინო, მეც აღარ წავიკითხავ, იმიტომ რომ ღმერთში თუ ბოროტება არ არის, მაშინ ბოროტება არც იარსებებდა. რადგან ღმერთის შექმნილია ყველაფერი და ბოროტება არსებობს, ესე იგი ღმერთში არის ბოროტებაც. მე ვერ დაუკარგავ იმას ღმერთს, რომ ღმერთი ყოვლადშემძლე არ არის და ღმერთი ყოვლადშემძლეა და ქმნის მაინც ბოროტებას და ასე რომ თავის თავს ეწინააღმდეგება ის საკითხი, რომ ღმერთში ბოროტება არ არისო. მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ღმერთი ცალკე ძალაა და ბოროტება ცალკე ძალაა და ღმერთი ვერ ერევა ბოროტებას. იმიტომ რომ ვერ აალაგა ამ დედამიწიდან ეს ბოროტება. ალბათ ის 2000 ბავშვი ვერ გაიგებდა ქრისტეს გზას და სანამ წმინდანად დაიბადებოდნენ, მაშინ გაიყვანა მამამ. ხო და მაგას ვიძახი, რომ რა ღმერთს არ აქვს იმის უნარი, რომ 200 ბავშვს თუ 300 ბავშვს გონება გაუნათოს? თუ მაგის უნარი არ აქვს, მაშინ რა ყოვლადშემძლეობაზე ვსაუბრობთ, ხო? როდესაც მეფეები მტერს מחვილით ხვდებოდნენ, მაგრამ შემდეგ ბრძოლაში მტრის מחვილით იღუპებოდნენ, ბრძოლის ველზე ასეთ შემთხვევაში წმინდანად არ უნდა აღიარონ. არ უნდა აღიარონ, იმიტომ რომ იმათმა ხელი და מחვილი აიღეს მტერზე. ანუ რაში დაიღუპნენ? იმაში, რომ ბრძოლობენ, ხო? ქრისტე არავის არ ებრძვის. ანუ შენ თუ ბრძოლაში დაიღუპე, ესე იგი შენ מחვილი მაინც აიღე. სხვის წინააღმდეგ, რაც არ უნდა ტლუ, ბნელი, სატანა, თუ რა ვიცი, არ იცოდეს რასა იქმნას, იყოს შენს წინა, იდგას შენ წინაშე, ხო? შენ თუ מחვილი აიღე, მაშინ ქრისტიანი არ გეწოდება, მაგრამ გეწოდება შეიძლება წმინდანი, ისა მერტვი რა, არჩევ მერტვი რა, ხო, წმინდანი. შეიძლება ეგ გეწოდოს, მაგრამ ქრისტიანი არა. წმინდა გიორგი ხომ ღირსეული მხედარი იყო ბრძოლაში. წმინდა გიორგი, რომელ წმინდა გიორგიზე საუბრობ, არსებობს ორი, ერთი თეთრი წმინდა გიორგი, ერთი მეორე, რომ ქრისტეს შეეწირა. აი ის ბორბალზე რომ აცვეს ის გიორგი, ქრისტე ეგრე შეეწირა, არა უღია מחვილი. აი ბორბალზე რომ აცვეს ეს გიორგი, მას ხელში מחვილი არავის წინააღმდეგ არ აუღია, მივიდა თავის უფრო დიოკლეტიანესთან და უთხრა, მე ვარ ქრისტიანი, მე არ ავიღებ ხელში מחვილს. ხო და ამიტომ მოკლეს გიორგი, ამიტომ აწამეს, თორე არც თავის მტრის წინააღმდეგ აიღო ხელში מחვილი.
მოწამე ხო, მადლობა ეკა. არც თავის მტრის წინააღმდეგ და არც თავის მკვლელის წინააღმდეგ სხვათა შორის. ამიტომაც ის შეუერთდა ქრისტეს. თუ ყველა შეეწირება ქრისტესავით, ვიღა დარჩება და დარჩებიან სატანები, რომლებიც თავის თავს ამოხოცავენ და დასრულდება ამითი სატანჯველი. აბა ქრისტე რას გვეუბნება, რომ ამ სოფელში ვერ იპოვიო შენ ადგილსო. ჩვენ არა ვართ ამ სოფელში, იქ მამა იქ გვიმზადებს სავანეებსო და ეს სოფელი არ არის ჩემი სავანეთიო. აი ესე ჩემო კარგებო. ჩვენ ვიბრძვით ისევ და ისევ ამ სოფლისთვის. დიდმოწამე კარგი მხედარი იყო მთავარსარდალი. ხო, იყო მთავარსარდალი სანამ გახდებოდა ქრისტიანი. შემდეგ ის იღებს ქრისტიანობას და ეწირება კიდევაც ამ საკითხს. იმიტომ რომ ომში აღარ მიდის. ხმალს დადებს და დიოკლეტიანე იბარებს რომ რატო აღარ ბრძოლობო. იმიტომ რომ მე ქრისტიანი ვარო. და თუ ქრისტიანი ხარო, მაშინო უნდა მოკლაო, მომკალიო. თუ გინდა ჩემი მოკლა, მომკალიო. ხო და ჯერ სანამ მოკლავო, მაშინ გაწამებო. ფიქრობს ახლა ეს დიოკლეტიანე რომ თავის გადმოიბირიებს რა და მე აზარტში შედის, გესმის, რომ როგორ ამასაც ვაწამებ და მაინც თავის აზრზე დგას, გესმის და ყველაფერს გააკეთებს, თავსაც მოაჭრის, მე მგონი. ბოლოს თავს აჭრის. დიდმოწამე კარგი მხედარი იყო, ხო, ეს წავიკითხეთ. დიოკლეტიანეს ლაშქრის მხედარი იყო. დიოკლეტიანეს ლაშქრის მხედარი იყო, ხო, მთავარსარდალი იყო. მთავარსარდალი იყო და დიოკლეტიანეს ძალიან უყვარდა თანაც გიორგი და ვერ აიტანა, რომ ეს დაკარგა ქრისტეს გამო და აი ესე შეებრძოლა მერე. ხო და არც დიოკლეტიანეს კლავს და არავის. აი წმინდა გიორგი არის ქრისტეს მაგალითი რა. ქრისტეს აი ძალიან კარგი მაგალითია. მაშინ რატო გაამრავლებინა ევას ხალხიო? ხო და საკითხავია ვინ გაამრავლებინა ევას ხალხი, რომელმა ღმერთმა, იმიტომ რომ ის ღმერთი რომელიც ევას სჯის, ის დამსჯელი და მკვლელი ღმერთია იახვეა, გესმის და იახვეს სურს მონები. აბა ეხლა ადამი და ევა რისთვის შექმნა? მონებად რო ყოლოდა. და აი ამ სოფელს მოუარეთო ეუბნებოდა, გესმის? ამ ცხოველებს, ამ ხეებს, ამ ყველაფერს მოუარეთო და ამისთვის იყო შექმნილი ადამი და მერე ევა შეუქმნა, იმიტომ რომ ადამიანს მოეწყინა მარტო მუშაობა. მერე თავისი უკვე რომ ბევრი ცნობიერება მიეცათ სხვადასხვა საკითხებიდან, მათ აღარ დაევასა იახვეს ეს ადამი და ევა და გამოყარა იმ ადგილიდან 64 ეს ჩვენ უწოდებთ, მაგრამ 64-ში რა უნდა და გველს თუ 64 იყო. ომებში ხო მონაწილეობდა. ვინ მონაწილეობდა ომებში? ომებში მონაწილეობდა წმინდა გიორგიზე გაქვს ხო საუბარი? აი იმ წმინდა გიორგიზე ბორბალზე რო აცვეს, არა თეთრი წმინდა გიორგიზე. თეთრი წმინდა გიორგი ის თავარანგელოზია. თავარანგელოზი არის, რომელიც საქართველოს მფარველია, მაგრამ ეს წმინდა გიორგი, რომელიც წმინდა გიორგის, თეთრი წმინდა გიორგის შეუერთდა, მათ შორის ქრისტესაც შეუერთდა, ხო? ეს წმინდა გიორგი კი მკვლელობებს აღასრულებდა, მთავარსარდალი იყო, ომებში მონაწილეობდა, სანამ არ იცნობს ქრისტიანულ სარწმუნოებას. როგორც კი ქრისტიანულ სარწმუნოებას გაიცნობს გიორგი, წმინდა გიორგი, მაშინვე ხმალს დებს, ანუ თავის როგორ პოსტიდან მიდის რა, თავისი სამსახურს ტოვებს და მიდის. ამიტომ რისხდება მერე დიოკლეტიანი. ამიტომ განრისხდება, აი ხა მთავარსარდალმა რო დაქტოვოს რაღაცა სარწმუნოების გამო გაგიჟდა საერთოდ ის. თორე იმაზე კი არ ხონდა ქრისტიანი იყო თუ არა. რაც უნდა ის ყოფილიყო, მაგრამ მთავარი იყო რომ მასთან ებრძოლა და არ ვიბრძოლებო უთხრა წმინდა გიორგი, აღარ ვიბრძოლებო, ჩემს სარწმუნოებას ეს აღარ შეშვენისო. და მერე კიდევაც აწამა, მაგრამ წამებაც ვერაფერი უშველა. ვერ შეაცვლევინა აზრი და მერე უკვე მოკლა, თავი მოაჭრა. რამდენჯერმე გაცოცხლდა ეს წმინდა გიორგი. სასწაულებრივი ძალით თუ თავის თავი თვითონ აღადგინა თუ რა მოხდა არ ვიცით, მაგრამ გაცოცხლდა და მერე თავს აჭრის. ჯვარი ვატაროთ უნდა თუ არა
თამარ ჩვენ ჯვარზე ქონდა საუბარი, ან თვითონ ამ სიტყვაზე ქონდა საუბარი და ქრისტე როეუბნება ხალხს თუ არ აიღებ შენ ჯვარს და გამომყვები მეო, აქ რას გულისხმობს, იმაზეც ქონდა საუბარი და მოკლედ გეტყვი. ჯვარი არის ქართული ლაზარის მიხედვითაც რომ ვიმსჯელოთ, ეს არის შენი დავალება. აი მაგალითად ჯვარ, ხო? ჯვარ ი არის ბრუნვითი ფორმა. ჯვარ ნიშნავს ჯვარო ამბობ, გესმის? ანუ პირდაპირი მნიშვნელობით შენ თავს ამტკიცებ, რომ ჯვარო და ჯ რა არის? ჯ არის ჯანი. ჯანი აქვს იმ ადამიანს, რომელსაც სულთანწლომა აქვს. სულთანწლომა ვისაც აქვს, ჯანი აქვს. ჯანის გარეშე ჩვენ ვერ ვიარსებებთ. და შენ თუ ამბობ, რომ ჯ ვარ, ესე იგი ჯან ვარო, ხო? ჯ ქართულ ანბანში ხო ჯან არის? ხო და თუ ამბობ, რომ ჯან ვარო, ხო, მაშინ შენი პასუხისმგებლობა, შენი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღო ხელში და შეასრულო. შენ თუ ვიღაცა მეფეზე, ვიღაცა წმინდანზე, ვიღაცა სხვაზე, რომელიც არ მოსულა და იმაზე გადააბარებ ამ ჯანს და შენ საქმეს არ შეასრულებ. როგორც მაშინ ქნა ქრისტეს დროს ხალხმა, ქრისტეს რო გადააბარა, თვითონ რო არაფერი არ ქნა და რომ მოტყდა იმ ადგილიდან. შენ ჯვარს თუ არ აიღებ, ანუ შენ ჯანს თუ არ გამოაჩენ შენ საკითხში და ბოლომდე არ მიიყვან პასუხისმგებლობა სიცოცხლის ბოლომდე, მაშინ შენ ჯვარს რაც არ უნდა დიდი ჯვარი ჩამოიკიდო, ან დაიდო თავზე, ან ყელზე ჩამოიკიდო, ან ხელში დაიჭირო, იმ ჯვარს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ვერც დაგიცავს. მაგრამ შენ თუ სიტყვის მიერად, სიტყვის ძალის მეშვეობით იცნობ, რას ნიშნავს სიტყვა ჯვარ, და ამას აიღებ შენს ხელში. ანუ ხელში აღება ნიშნავს რაღაცა საქმე რო აიღო ხელში, ამასაც ხო ვუწოდებთ ჩვენ ქართველები, ხო? ხელში აღება შენი მისიის, ანუ შენი დავალების, შენი პასუხისმგებლობის ნიშნავს ჯვარის აღებას. ის ჯვარი, რომელიც კიდია ყელზე და ამის იმედით რო არის ძალიან ბევრი და რო კოცნის ჯვარს, ის ვერ დაგიცავს შენ. მაგრამ ის ჯვარი, რომელიც შენ გააცნობიერე, რას ნიშნავს ჯვარი, ის დაგიცავს. გესმით? ჯვარს დიდი ძალა აქვს დაცვის საკითხში. ხო, ამ შემთხვევაში მე პირდაპირი მნიშვნელობით რამდენჯერმე მომაძრო ღმერთმა ჯვარი. აი ეს კითხვები რომ მაწუხებდა და მე მიმახვედრა რას რა? ეს ჯვარი მე თვითონ ვარ. მე თვითონ ვარ ეს ჯვარი, იმიტომ რომ ჯან ვარ, სიტყვაში წერია. ჯანი თუ არა გაქვს, არავინ არ ხარ. ჯანი თუ გაქვს, მაშინ სიტყვის გამოთქვის უნარიც გაქვს. ესე იგი ჯვარი თვითონ ჩვენ ვართ, როგორც ეკლესია ვართ ჩვენ. როგორც ქრისტე ეუბნება რომ შენ ხარ ეკლესიაო, ხო? არსად არ დაგჭირდებაო ქვების შენობებში შესვლა და იქ ლოცვაო. შენ თვითონ ხარ ეკლესია და სადაც დადგები იქ ილოცე, შეისმენს ღმერთიო. სამარიტელ დედაკაც ეუბნება, ხო? ჭასთან. ისევე ჩვენ ვართ ჯვარი. ჯვარი სიძლიერე ვართ ჩვენ. როგორც კი ჯვარს შენში შეიტან და არა გარეთ ყელზე გამოიტან, ძროხასავით, რო დაკიდებენ ხოლმე ზარებს, მაშინვე ძალაში შედის ის ჯვარი, რომელიც შენი დამცველი ჯვარია. და მაშინვე შენ ხდები ქრისტეს თანამებრძოლი. ისეთი მებრძოლი კი არა ხმალებით რო აჩეხო სხვები. ისეთი მებრძოლი, რომ აუხსნა ხალხს რას ნიშნავს ჯვარი, აუხსნა ხალხს რას ნიშნავს ქრისტიანობა, რას ნიშნავს ჭეშმარიტად ქრისტიანი და არა მხოლოდ მაზიარებელი ადამიანი, რომელიც ერთი წამით არ დაფიქრდება, ირანელი იქნება ეს თურქი თუ ვინმე გადამთიელი და ჯანდაბა, გაუყრის ხმალს მუცაში, როცა გამოიძახებს მეფე. გესმით? რომელსაც გონია თავი ქრისტიანი. ხო და რატო ვერ იგებთ რომ თამაში მიდის, ეგა აბრამისტების ღმერთშია ბოროტება. გააშენებენ ფერმას, მერე გაანადგურებენ, მერამდენე გადატვირთვა ახორციელებენ. 21 საუკუნეა, 21 ტარი, ტარანი გამხმარი. ერთი წუთით ტარანი გამხმარი თევზია, მეგრულად ძველი კოლხური ენა, კრუსტე, მიცა? კრუსტე იდეოლოგიურად მე-13-ია, რომელიც 12 რიცხვში დგას ცენტრში. მის გარშემო დრო და ქრის, ესაა ქრისტე. იმედია სწორად გამიგებთ, რატომ უნდა ვიყოთ ცხვრები ფერმა.
დონორები, შენ კი კარგად მიხვდები, რასაც ვამბობ, დონი არ არის ადამიანის. დონი წყლის ნიშნავს, წყალს ნიშნავს სანსკრიტზე. წყალი ვადა რუსულად, დონი იგივე წყალი გაყინეს. ეთერში რატო ჩადის? წყალი გაყინეს ეთერი ჩაგვიჭრეს, ტანჯვის ეგრეგორები ჩაგვინერგეს, დონიდან გასასვლელები ვართ. ხო, თამარ, იცი რა არის? აი, თამაში მიმდინარეობს ეს პირდაპირ მნიშვნელობითაც შახმატის თამაში მიმდინარეობს. ეს არის ყველაზე უძლიერესი თამაში, რაც მოუგონებია დემიურგს. და ჩვენ ვართ ფიგურები, მაგრამ შესაძლებელია რომ ფიგურა გავიდეს თამაშიდან. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დონორებად წარმოგვიქმნეს, მონებად, სხვადასხვა საკითხის შემსრულებლად, საქმეების შემსრულებლად წარმოგვქმნეს მაგ ღმერთებმა, ხო, ქრისტეც ამბობს, რომ უამრავი ღმერთები არიან ჩემი მამის გარდა. ქრისტე ცდილობდა რომ ეს ყველაფერი აიხსნა კაცობრიობისთვის და ამიტომ იმ ღმერთების მსახურებმა, რომელიც იახვეს ეთაყვანებოდნენ, მოკლეს ეს ქრისტე, იმიტომ რომ არ აწყობდათ. და თუნდაც აი მე-13-ს ნიშნავსო, ხო? მე-13 გველმჭერი კიდე მშვილდოსანთან კავშირში არის, მშვილდოსანი კიდე ორიონთან კავშირში არის, ორიონი კიდე ორმზესთან კავშირშია და აი ახლა შენ რაც დაწერე, მე ზუსტად გავიგე და შენც გაიგებ, მე რას ვამბობ, რომ ჩვენ ვართ დონი პორტალია კიდე და დონი აი სხვათა შორის თუ მცხეთაში იქ ჯვარზე ახვალ, იქ ყველა მხრიდან ამ ეკლესიას ამ დაახლოებით ყოველი მხრიდან აღმოსავლეთ, დასავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთ კედლებზე აქვს გარედან დონები ამოსახული რა და დონიდან გასასვლელები ვართ. რატო ვართ დონიდან გასასვლელები? იმიტომ რომ ჩვენ თუ ამ ცნობიერებაში დავრჩით, რომელ ცნობიერებაშიც ისინი გვამყოფებდნენ, ჩვენ ვართ მონების და მონაზონების პოზიციაზე და მსახურების პოზიციაზე. და თუ კი ჩვენ ეს მოგწონს, სანამ ჩვენ ეს მოგწონს, ვართ ამ პოზიციაში, მაგრამ როცა აღარ მოგწონს, უკვე ჩვენ ვეძებთ გასასვლელ კარს. აი ეს ერთ-ერთი გასასვლელი კარი მოსემ რო გააკეთა, რომ გამოიყვანა ებრაელებიო ეგვიპტიდანო, ხო? არის ცნობიერება. ცნობიერებში, შენ თუ ცნობიერში გაგეხსნა, ვინც ახარ და რაც ახარ, ჯივარო, ხო, ანუ ჯანი ვარო და ღმერთები თქვენ ხართ თუ ქრისტე გვეუბნება, შენ თუ ცნობიერში ეს აღიარე, რომ შენ ხარ ღმერთი, ამის უფლებას გაძლევს ქრისტე, რომ შენი თავი როგორც ღმერთის ნაწილი ისე აღიქვა, მაშინ შენ არავის ძალაუფლება აღარ დაეკითხები ვინმეს აღიარებას. ვინმეს აი დაეკითხო ის, რომ შემიძლია ამის გაკეთება, წესებს და კანონებს აღარ დაემორჩილები, დოგმებს აღარ დაემორჩილები და აბსოლუტურად გასული იქნები წრიდან. ანუ გარე წარი გახდები. გესმის? ეს შეარქვეს ასე, რომ გარე წარი. გარე წარი ცუდი სიტყვა არ არის, სხვათა შორის თუ შიდა წრიდან გარეთ გახვედი და გარე წარი გახდი, ხო? წარმოიდგინე, რომ შენ ხარ ქრისტე. იმიტომ რომ შენ მიაღწია ქრისტეს ცნობიერებას. ამოგვიტრიალეს ეს სიტყვაც და აღვიქვავთ როგორც შეურაცხყოფის მიმაყენებელ სიტყვად, მაგრამ გარე წრის მდგომარეობა არის ღმერთის მდგომარეობა. გარედან თუ უყურებ შიგნით, რა ხდება? მაშინ გასული ხარ უკვე პორტალიდან. და რატო ვიძახი ხლა ჯვრიდან თქო რა? მან ჯვარზე დიდი რიტუალი კეთდებოდა ვარდის შეწირვის. ვარდი კიდე უმაღლესი ცნობიერება არის. რვადი, ეგ მაგაზე შენც მქონდა საუბარი და მეც მქონდა საუბარი თამარ. ვარდის შეწირვის რიტუალი კეთდებოდა და ურჩხული და მზეთუნახავის საკითხი ეს ტყუილა არ გვაწვდიდნენ მაგ ინფორმაციებს დისნეიდან, რომ სანამ ვარდს ბოლომდე მოსწრებოდა ეს ფოთლები, მანამდე უნდა გამოღვიძებულიყო ეს ურჩხული. ურჩხული კიდე ვინ არის? საშიში პირად აღქმული პირი, რომელიც ერთდროს იყო პრინცი. და ეს ურჩხულის გარდაქმნა პრინცში უნდა მომხდარიყო მანამდე, ვიდრე ვარდი დაიშლებოდა ბოლომდე. ანუ ვარდი თუ არის მაღალი ცნობიერება,
უმაღლესი ცნობიერება, სანამ უმაღლესი ცნობიერება ბოლომდე დაიმსხვრეოდა, უნდა მოხერხებულიყო ამ ურჩხულის პრინცად გადაკეთება. ეს ეხლა მე როგორ გადმოვთარგმნე, იცი დღევანდელ ცხოვრებაში. აი ურჩხული არის ის, რომელიც ჩაკეტილი არის ერთ სასახლეში, სასახლე ანუ სიმდიდრე აქვს, ფული აქვს, ყველაფერი აქვს და მსახურებიც ყავს. ამ მსახურებსაც შეცვლილი აქვს თავიანთი სახე და სხვადასხვა ზოგი ჩაინიკად არის, ჩაიდნად არის გადაქცეული, ზოგი ჭიქად, ზოგი ფინჯანად და ასე შემდეგ და მათაც დაკარგული აქვს თავიანთი სახე. თუ კი ურჩხული მოახერხებდა პრინცად გადაქცევას, ამათაც დაუბრუნდებოდათ თავიანთი სახე, ხო? ეს იგივე არის, რაც ახლა დღეს რო ხდება, ებრაელებმა რო დაიწყეს, ებრაელების ხელში არის სასახლე და ფული, ძირითადად, ებრაელები არიან ძირითადად ამ ურჩხულის პოზიციაზე დაყენებული. ებრაელებმა რომ დაიწყონ გამოფხიზლება და სანამ ეს უმაღლეს ცნობიერებას მთლიანად დაშლიან რაღაცა ძალები, აი მაგაზე უფრო მაღალი ძალაც არის, ხო? ვინ წევლის ამ ურჩხულს ვიღაცა, ხო? სანამ ის ვიღაცა ძალა და რაღაცა ძალა ამ უმაღლეს ცნობიერებას ბოლომდე დაშლის, თუ არ მოხერხდა ამ ურჩხულის გაპრინცება, ანუ ისევ ადამიანად გადაქცევა, მაშინ უკვე ყველაფერი იკარგება. ხო, ეს ურჩხული კვდება. და ეხლა შეიძლება კაცობრიობამ თქვას, რომ მე რა მოკვდეს კაცო ეს ურჩხული, ის მზეთუნახავი ხო დარჩება, მაგრამ აქ სხვა საკითხი არის კიდე, ეს მზეთუნახავია თუ ვინც არის ეს გოგო, ხო? ეს გოგო ამ ურჩხულში არ ხედავს ბოროტებას. ამ ურჩხულში ხედავს პოტენციალს, რომ ის თანასწორია მისი. ხვდებით? თავიდანვე ამ იმით არ მიდის შთაგონებით და შეხედულებით, რომ ეს ურჩხულია და მე მეშინია მისი და ის საზიზღარი და არა, ეს გოგო პირდაპირ ხედავს ამ ურჩხულში, რომ მე თანასწორი ვარ შენი, გესაუბრები თანასწორად, არანაირად არ გამოყოფს ჩემი თავიდან, მე რა რომ შენ რქები და კბილები გაქვს, მე რა ეს მე არ მაშინებს, არც ის მაშინებს, რომ შენ ძალაუფლება გაქვს და აქ მსახურები გყავს და რაღაცა, მე შენ მიგიღე როგორც თანასწორი, ხო? თავიდან რა თქმა უნდა ეს არ რისხებს ამ ურჩხულს, მაგრამ თან ხვდება რომ ეს გადამრჩენელია მისი. ანუ ეს ქალია გადამრჩენელი მისი და არა თავისი ის ძალაუფლება და სასახლე. და უნდა თუ არ უნდა მას არ ანადგურებს, ხო? ვერ გაანადგურებს, იმიტომ რომ თუ ამ ქალს გაანადგურებს, მაშინ თავის თავსაც ანადგურებს, ისიც კვდება. ხო და ძალაუფლება ურჩხულს კი აქვს, ამ გოგოს არ აქვს იმდენი ძალაუფლება, როგორიც ურჩხულს იმ მომენტში, მაგრამ ამ გოგოს სხვა ძალაუფლება აქვს, ამ გოგოს აქვს ის ძალაუფლება, რომ თავისი ძალაუფლებით კი არ ტრაბახობს და ტრიპაჩობს, მაგრამ ღმერთისგან მინიჭებული ძალაუფლება აქვს, რომლითაც შეიძლება გადაარჩინოს ეს თვითონ ეს ურჩხული, რომელსაც უფრო მეტი ძალაუფლება აქვს ვიდრე ამ გოგოს. ხვდებით, ანუ ძალიან საინტერესო თამაშია რა ესეც. და ამ თამაშიდან რო გავიდეთ, მაშინ სიყვარული უნდა შევძლოთ. ანუ აი ამ ბოროტის სიყვარულის უნდა შევძლოთ. ქრისტე არა წარმოდგენილი პრინციპში. ქრისტე არ კლავს თავის მტერს. არც ეს გოგო კლავს ამ ურჩხულს. მიუხედავად იმისა, რომ მამამის ტყვეობაში ამყოფებს და რა ვიცი, არ არის კარგი ტიპი რა ეს ურჩხული ამ გოგოსთვის, მაგრამ ეს გოგო მამამის შეწირავს თავს. აი ქრისტეს პროტოტიპად წარმოქმნილი არის ეს გოგო ამ ზღაპარში. ქრისტე წირავს მამამისის გამო თავს და წესით იდეაში არის, რომ ამ შეწირვამ უნდა აქციოს ურჩხული პრინცად. ანუ სიბნელიდან უნდა გამოიყვანოს ეს იუდეველები რა. და იუდეველები რომ მოვლენ გონს, ეს არის 154,000 იუდეველზე საუბარი, რომ ბოლოს ქრისტეს აღიარებენ მესიად, აი მაშინ დაიწყება უკვე პრინცის ურჩხულის პრინცად გადაქცევა რა, ამას ვიტყოდი მე. და ბოროტი ძალა, რომელმაც დაწყევლა ეს ურჩხული, ანუ რომელმაც ეს იუდეველი დაწყევლა, იუდეველები დაწყევლა, ის ბოროტი ძალა კარგავს ძალას. ამ ურჩხულზეც და ამ გოგოზეც.
რას ბოდავთ ამარ მეფე მკვლელი იყო? მკვლელი კი არა იყო საქართველოს იცავდა. აუ ლუიზა რა. კაი რა, მე ვისაუბრებ მაგაზე. ან გაიგებ, ან არ გაიგებ. კაი. მკვლელი იყო, ეხლა კაცს ვინც კლავს, იმას მკვლელი ეწოდება. ეხლა რა გინდა რომ იცავდა თუ არ იცავდა რა მიზნით მოკლა კაცი, მაგას ღმერთისთვის მნიშვნელობა არ აქვს. კაც კლავ, გეწოდება მკვლელი. უწმინდესი და უნეტარესი შევარდნაძემ შეარქვაო. ვინც გინდა იმან შეარქვას კაცო, იმან ხო შეიფერა. მართლმადიდებლობა მე-11 საუკუნეში არ საქართველო. მანამდე მე მგონი კათოლიკები გამექცა ახლა ეს კომენტარი და დავკარგე. ნანა ამბობს ძალიან საინტერესოა ამ მხრიდან გაშუქება მართლაც და არა კაცკლაო რომ გვიწერია ეს ის ღმერთს არ უთქვამს ეს მოკალით ის არ მოკლა ადამიანი ძეო კარგი და გამოსავალი რა არის მტრად მოსული არ მოკლა გამოდის ხო გამოსავალი არის რაც ქრისტემ გააკეთა ის რა ცხვარივით შეეწირა უხმოდ არც უყვირია რატომ ცემთ რატომ კლავთ არ უყვირია უხმოდ აი ცხვარი ეწირება უხმოდ მე ჩემი თვალით ვნახე ეხლა გიორგობაზე რომ შეწირეს ცხვარი გამოვშტერდი ისე უყურებდი ამ ცხვარს რომ არც ბღავის არც ინძრევა არც ტლინკებს ყრის აი ესე უხმოდ შეეწირა ეს ცხვარი და გული დამეწვა რა მაშინ მივხვდი რატო უწოდებენ ქრისტეს კრავს იმიტომ რომ არ ქრისტეს არ წინააღმდეგ არ მიდიოდა არც ტლინკებს იყრიდა არც ტლინკები ყარა არც ხმალი ამოიღო არც შოლტი გადაკრა არც გაფრინდა არც გაიქცა მიხვდებით ის რომ ეხლა აბრალებენ რომ გაიქცაო ვითომ მოწყდა ქრისტე როდესაც მეფეები მტერს מחვილით ხვდებოდნენ მაგრამ შემდეგ ბრძოლაში მტრის מחვილით იღუპებოდნენ ხო ეს ხო წავიკითხეთ ეხლა ახალი კომენტარები მაინტერესებს მართლმადიდებლობა და ქრისტიანობა ერთიაო კარგი კითხვა და ამ კითხვა დღემდე მეც მაწუხებს და ამაზე პასუხს ვერ მცემს მართლმადიდებლური ეკლესია მე ვიძახი რომ არ არის ერთი მართლმადიდებლობა არის აი ამ სიტყვაში მართადებს მართა და არა ქრისტე ქრისტმადიდებლობა არის ქრისტმადიდებლობა მართლმადიდებლობა არის მართას მადიდებლობა მართალის მადიდებლები ვართო ამბობენ მაგრამ სიტყვაში არ ჩანს ეს მართლმადიდებლები ნახე მართლმადიდებლები მერე ლ დაამატეს თუ მართლმადიდებელს უწოდებ შენ თავს მაშინ მართალს ადიდებ მაგრამ აი მართალი რა არის იმას ვინ წყვეტს მართალი რა არის საწერია მართალი რა არის და არა მართალი აი მართალი არის მაგალითად რომ აი ახლა ეს ჭიქა მიჭირავს ხელში მართალია ეს სიმართლეში მართალია ახლა მე რო გითხრა რომ ჭიქა მიჭირავს ხელში ეს მართალია არ არის მართალი აი ახლა რო ვთქვა რომ ჭიქა მიჭირავს ხელში მართალია რასაც ვამბობ გეუბნები რომ ჭიქა მიჭირავს ხელში მართალია არ არის მართალი ანუ შენ თუ ამბობ რომ შენ მართლმადიდებელი ხარ მაშინ სიმართლეს ადიდებ და არა ქრისტეს ქრისტე საუბრობდა ისეთ რაღაცეებზე რასაც ვერ იტყოდი ეს მართალია თუ არა ხო ვინ არის მართალი ალი არის მართავს ალი ხო თქვა სიტყვაში რომ ჩავეძიოთ რას ნიშნავს მართალი აი ხლა მაგალითად იუდეური თვალსაზრისით ქრისტე ამბობს რომ შაბათ დღეს შენ შეგიძლია კაც დაეხმარო მართალია თუ არ არის მართალი რომლის სიმართლით უნდა ვიმშელოთ ქრისტეს სიმართლით თუ იუდეველების სიმართლით თავისებურად ამ საკითხში იუდეველები უფრო მართლები არიან, იმიტომ რომ წერია ის წერილებში და თუ ქრისტე ამბობს რომ ის უნდა აღსრულდეს რაც წერილებში წერია, მაშინ თვითონ ქრისტე ეწინააღმდეგება იმ წერილს, როცა წერილში წერია რომ შაბათ დღეს არ უნდა იმსახურო და ქრისტე აბათილებს ამ წერილს, ხო?
Რაღაც შემთხვევაში რაღაცებს აბათილებს, რაღაცებს არ აბათილებს. მაგალითად წერია რომ ქრისტე უნდა ეცვას ჯვარს და ეს უნდა აღსრულდეს. ამას არ აბათილებს. ამას თან იყვება და ასრულებს. მაგრამ ის რომ შაბათ დღეს ადამიანს ეხმარება, იმაში მართალი რომლის სიმართლით ვილაპარაკოთ, გესმით? წერილების მიხედვით თუ ქრისტეს მიხედვით? რა თქმა უნდა, ხა თქვენ მეტყვით და მეც დავეთანხმები, რომ ქრისტეს მიხედვით, მაგრამ საიდან მოიტანა ქრისტემ ეს სიმართლე? ხო? არა წერილების მიხედვით. წერილებს შეეწინააღმდეგა. მას მართალს ვეღარ უწოდებთ ამათ, იმიტომ რომ წერილებს თუ შეეწინააღმდეგა, მართალი არ ყოფილა მაშინ. იმიტომ რომ თვითონ აღიარებდა წერილებს. რო ეთქვა, რომ წერილები გაუქმდა და საერთოდ აღარ ჩაიხედოთო, მაშინ ვიტყოდით, რომ ქრისტეს სიმართლით. მაგრამ ქრისტე თან წერილებს არ უარყოფს, თან წერილებს ეწინააღმდეგება, ანუ რა გამოდის ახლა ამით? რას ფიქრობთ დღევანდელ დღის შეხედვით ეს ადამიანები რომ არიან გაუგებრობაში? რომელ გაუგებრობაში? გაუგებრობა უამრავ სახის არსებობს დღევანდელ დღეობაში. გამოდის რომ ფორმულირება ქრისტიანი მართლმადიდებელი არასწორია. ანუ სიტყვების მიხედვით გამოდის რომ არასწორია და საქმეების მიხედვითაც გამოდის რომ არასწორია. საქმეების მიხედვით რაც მართლმადიდებლებმა გააკეთეს, არაქრისტიანულია. ვფიქრობ რომ ეფუთის წიგნს ტაბუ როგორც აეხდება, ყველაფერი მაშინ გამოშხანდება და დაალაგდება. ისა ზაზა ეფუთის წიგნს ხშირად ახსენებ. ვფიქრობ რომ კარგი იქნება ეფუთის წიგნი როცა გამოჩნდება, მაგრამ ეხა ეფუთის წიგნს ხوار დაველოდებით არა? ჩვენ ხონდა ვიმსჯელოთ. ვიკიპედიაზე გადავხედე და ეს ვნახეო გიორგი ამობს, აბა რა ნახე გიორგი. მართალის წორაზროვანი, თაყვანის ცემა, რწმენა. ბერძნულად მაგას ნიშნავს. სწორაზროვანი, თაყვანის ცემა, რწმენა. ქრისტიანობა არ არის თაყვანისმცემლური, თაყვანს არ ცემს ქრისტიანობა. თაყვანს იმიტომ არ ცემს, რომ იქ ყველა ერთ დონეზე დგას. ერთი ძმები არიან ყველანი. ერთი დონის რა, იქ მაღლა და დაბლა არავინ არ დგას, იერარქიები არ არსებობს ქრისტესთან. და თაყვანის ცემაც აქედან გამომდინარე არ შეეფერება ქრისტეს. იმიტომ რომ ქრისტე თაყვანის ცემას არ ითხოვდა. თაყვანის ცემას ითხოვს იახვე. რომ შემომწირავთ მემსახურებით. მე აი ამას ითხოვს ის ღმერთი, რომელიც ადამიანს ესაუბრება კი. აღმაშენებელს ჰქონდა სახარება, რომელსაც ომში დაატარებდა და ერთი ცალი თამარს მისცა შესანახად. იმ დროს სულ 3 ცალი იყო. თამარი არ იყო, დავითის დროს თამარი არ იყო ცოცხალი. არ დაბადებული ჯერ არ იყო. დავითი არის თამარის დიდი ბაბუა. დემეტრი არის დავითის შვილი, დემეტრეს შვილი არის გიორგი მესამე, გიორგი მესამის შვილი არის თამარი. ეთიოპიაში რაც ინახება, ეფუთია თუ ბიბლიის პირველ წყარო? ეს ეფუთი არ არის, რაც ეთიოპიაში ინახება. ბიბლიის პირველ წყაროც არ არის, თუმცა უძველესი ვერსია ბიბლიისა. ბიბლიის უძველესი ვერსია იმიტომ არის, რომ როგორც ჩანს ძველი აღთქმის წერილებიც შიგნი არის. და პირველ წყარო არის თუ არა, ეს არ ვიცით ჯერ. არ გამოძიებულა ჯერ, ეხლა გამოჩნდა ეგ წიგნი. მეცნიერულად ჯერ არ გამოძიებულა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პირველ წყარო საერთოდ
ბიბლიისა უნდა ყოფილიყო ასომთავრულით დაწერილი. ასომთავრული იყო ყველაზე სრულყოფილი ანბანი. ფიც ანბანს უწოდებენ სვანები. ბიბლია არ ქვია მას სახარება ქვია. ზაზა, ამ წიგს, რომელიც ეთიოპიაში არის, ამას ბიბლია ქვია, იმიტომ რომ იქ ძველი წერილებით შედის. სახარება ქვია უკვე ახალ აღთქმას, ქრისტეს ახალ აღთქმას, სახარებას. კარგით, მეგობრებო, ეხლა მე დაგემშვიდობებით, რა ვიცი, ვიფიქროთ რა, მე არ გეგონოთ, რომ ჩვენ მეფეებს ცუდად მოვიხსენიებ. არ მოვიხსენიებ ცუდად რა. მე ძალიან მიყვარს ჩვენი მეფეები და აბა ერთი ვინმე ცუდი თქვას მათზე. ხო, კარგადაც ვამხელ, მაგრამ მე მინდა რომ თუ ჩვენ ქრისტიანებს უწოდებთ ჩვენ თავს, გავარკვიოთ ერთი რამ, რომ ქრისტიანი ეწოდება მხოლოდ იმ ადამიანს, რომელიც თავს წირავს მტრისთვისაც კი. თუ ამას ვერ ვახერხებთ ჩვენ, მაშინ ჩვენ ქრისტიანები არ გვეწოდება ჩვენი ხუშტურებიდან გამომდინარე. ჩვენი ხუშტური არის ის, რომ რაღაცა მივაწერთ ხოლმე, რომ აი თავდაცვის მიზნით მოვკალით. არა, არ გვეუბნება ქრისტე, რომ თავდაცვის მიზნით უნდა მოკლათო. ხო და ამიტომ ჩვენ თუ გვინდა რომ ქრისტიანები უწოდოთ ჩვენ თავებს, მაშინ ჭეშმარიტად ქრისტიანები უნდა ვიყოთ, მართლა, ანუ ნამდვილად ქრისტიანები უნდა ვიყოთ და როცა პრაქტიკაში გამოვიცდებით, მაშინ ეს ქრისტიანობა უნდა დავამტკიცოთ. გესმით? ეხლა მე ვერ გეტყვით, რომ მე მართლა ვინმე რომ მოვიდეს ეხლა და მოკლა უნდადეს, ჩემი არ მოკლა. ვერ